მოგესალმებით პირდაპირ ეთერშია სამედიცინო გადაცემა იმპულსის სტუდიაში. თქვენთვის ირაკლი ფარულავა მუშაობს. დღეს გადაცემაში ნახავთ. ხერხემლის დაავადებები, თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა. როგორ შევინარჩუნოთ ხერხემლის ჯანმრთელობა და რატომ არის პრევენცია მნიშვნელოვანი? დღეს ჩვენი სხეულის მთავარ საყრდენზე ხერხემალზე ვისაუბრებთ, რომლის ჯანმრთელობაც პირდაპირ კავშირშია ჩვენს შრომის უნარიანობასა და ცხოვრების ხარისხთან. კომპიუტერიზაციამ და ოფისის მჯდომარე სამუშაომ ხერხემლის პათოლოგიები გაახალგაზრდა. ის გამოც ზურგის ტკივილი უკვე მოზარდებსაც კი აწუხებთ. ყველაზე ხშირად საქმე გვაქვს ოსტეოქონდროზთან, სკოლიოსსა და დისკის თიაქართან, რაც იგნორირების შემთხვევაში სერიოზული გართულების მიზეზით შეიძლება გახდეს. პაციენტები ხშირად მხოლოდ მაშინ მიმართავენ ექიმს, როდესაც ტკივილი გაუსაძლისი ხდება ან კიდურების დაბუჟება იწყება, თუმცა დაგვიანებული მკურნალობა პროცესს საგრძნობლად ართულებს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ხერხემლის დაავადებები განაჩენი არ არის და დროული ჩარევისას ოპერაციის თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია. თანამედროვე მედიცინა გვთავაზობს კომპლექსურ მიდგომას, რაც მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად სამკურნალო ვარჯიშებს, ფიზიოთერაპიასა და ცხოვრების წესის კორექციას გულისხმობს. დღეს სწორედ იმაზე გავამახვილებთ ყურადღებას, თუ როგორ უნდა მოვუაროთ ხერხემალს და რა ნიშნები არ უნდა დაგვრჩეს უყურადღებათ. ამ თემაზე იმპულსის კითხვებს ნეიროქირურგი ლადო ბაზიაშვილი პასუხობს. მოგესალმებით ლადო, მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის და მოგესალმებით. იმ დაავადებებზე საუბრის, რომელიც პრაქტიკულად ძალიან ბევრს აწუხებს. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, თუ ხერხემლის რომელი პათოლოგიებია ყველაზე ხშირი, არა მარტო ქართულ რეალობაში, არამედ მსოფლიოში და ყველაზე ხშირად რა მიზეზით მოგმართავენ თქვენ პაციენტები? ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები არის საკმაოდ ხშირი და ყველაზე პირველი სიმპტომი და ყველაზე გავრცელებული სიმპტომი, რის გამოც პაციენტები მოდიან ხოლმე ჩვენთან, ნევროლოგებთან და ნეიროქირურგებთან, ეს არის წელის ტკივილი. წელის ტკივილი არის ის სიმპტომი, რომელიც სიმპტომი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ადამიანს ჰქონია და აუცილებლად, ყოველთვის შეიძლება ექიმისთვის არ მიმართავს, მაგრამ სტატისტიკურად ის პირველ ადგილზე დგას და ამავე დროს ინვალიდობის კუთხითაც სამწუხაროდ ის პირველ ადგილზე დგას. ეს ევოლუციის საჩუქარი და თქვენ სიუჟეტშიც აღნიშნეთ, თუ რა დინამიური ცხოვრების წესი გვაქვს და სხვა კიდე დამატებითი ფაქტორები, რომელზეც ვისაუბრებთ. ასე რომ ხერხემლის დეგენერაციული დაავადება საკმაოდ დიდი სპექტრია, რომელშიც შედის დისკოზიც, რომელშიც შედის სპონდილო ართროზიც, მალთაშუა დისკების დაზიანება, რომელიც მერე საოპერაციო ხდება, სპეციალური დეგენერაციული დაავადებებით განვითარებული სტენოზები, მიელოპათიები, ნეიროპათიები და ასე შემდეგ. და გაახალგაზრდა და თან უკავშირდება ეს ყველაფერი იმ ცხოვრების წესს, რომელიც ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტუალურია, რაც ადამიანების კომფორტისკენ სწრაფა გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად ნაკლები მოძრაობით გავაკეთოთ ყველაფერი და სწორედ აქ არის დამალული ერთ-ერთი მიზეზი. აი ასაკობრივი მე აღვნიშნე კიდევაც რომ გაახალგაზრდა და მეთანხმებით ასაკობრივი ჯგუფი მაინც მეტნაკლებად როგორ არის გადანაწილებული? აი, ასაკობრივი ჯგუფსაც შეეხება 30-60 წელი, ეს ის პერიოდია, სადაც ვთქვათ პიკს აღწევს ხოლმე ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები. თუ უფრო ნაადრევ ასაკში ხდება ხოლმე, მაშინ მისი მოქმედების მექანიზმი და განვითარების მექანიზმი და ეტიოლოგია შეცვლილია. ასაკთან ერთად ეს არის ახლა ხერხემლის დაბერების პროცესი, რომელსაც ხელი არ უნდა შეუწყოთ, ბუნებრივია. თუ ის 60 წელს აღემატება ოსტეოქონდროზი და ხერხემლის დეგენერაციული დაავადება, ბუნებრივია, ეს არის უკვე ერთგვარი ხერხემლის დეგენერაციის და დაბერების მანიშნებელი, მაგრამ 25 წლის ასაკში ეს იწყება ეს დაავადება. თუ ის უკვე მკვეთრად არის გამოხატული ამ ასაკში, ესე იგი ცხოვრების წესი მაშინ დარღვეული იყო სხვა, თქვათ, ან ტრავმა მიიღო პაციენტმა, ან თქვათ რაიმე არასწორი აქტივობა, სპორტული აქტივობა ჩაიდინა, ან თქვათ დაზიანდა ხერხემალი გაუთვალისწინებელი მიზეზით. აი მიზეზები ახსენე, აი მოდით ჩამოვაყალიბოთ მიზეზები, რომელიც ყველაზე ხშირად უკავშირდება ხერხემლის პათოლოგიებს. ტრავმებს არ გულისხმობ, ამ შემთხვევაში ის დეგენერაციული ცვლილებები, რომელიც დამახასიათებელია ასაკთან ერთად. მაგრამ აი რაღაც რო გამოვყოთ მაინც ყველაზე ხშირი მიზეზები, მემკვიდრული წინასწარ-განწყობა თუ სხვა ფაქტორები რა განაპირობებს საბოლოო ჯამში ამ ყველა მემკვიდრული წინასწარ-განწყობა არის შესწავლილი ტყუპებში, სხვათა შორის და იმ ტყუპებში, რომელთაც თქვათ დაკვირვება იყო ძალიან დიდ ჯგუფში, რანდომიზებული კვლევა და ჩატარდა და წლები აკვირდებოდნენ, სადაც ეს წინასწარ-განწყობა იყო საკმაოდ მკვეთრად გამოხატული. ასევე გენეტიკური ფაქტორი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, თუ თქვათ მშობლებს ეს ჰქონდათ ეს დაავადება, თქვათ იმ პერიოდში, რომელიც არის პიკი, თქვათ 30-60 წლის ასაკში,
დაკვირვება არის, რომ პაციენტებს ანუ მათ შვილებს ამ შემთხვევაში ის უვითარდებათ უფრო ნაადრევად. ანუ გენეტიკური ფაქტორები ამ შემთხვევაში აქ წამყვანია. სხვა ფაქტორებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, თუ ეს ცხოვრების წესი, რომელიც ცხოვრების წესი დარღვეული არის, მაგალითად გვაქვს ადინამიური ცხოვრების წესი, სამსახურიდან გამომდინარე მჯდომარი ცხოვრების წესი, სპორტული აქტივობის შემცირება, ჭარბი წონა, ან არასწორი ფიზიკური დატვირთვა, ან საერთოდ არ დატვირთვა, ეს საერთო ჯამში ის ხელშემწყობი ფაქტორებია, რომელიც საერთო ჯამში ხელს უწყობს ოსტეოხონდროზის განვითარებას. და დავიწყოთ ნიშნებზე. ხა წელის ტკივილი ბუნებრივია ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც პაციენტები მოგმართავენ და რის გამოც მიდიან ექიმთან. თუმცა სხვა გარკვეული ნიშნებიც დამახასიათებელი იქნება ბუნებრივია, რომელმაც შეიძლება გარკვეულწილად მიანიშნოს, რომ შეიძლება პრობლემა დაწყებულია. საერთოდ ვინაიდან ხერხემალი სამი სეგმენტიდან შედგება, კისრის სეგმენტში მიმდინარე ოსტეოხონდროზული დეგენერაციული ცვლილებები და დისკოზი სხვა სიმპტომატიკით გამოვლინდება ბუნებრივია. ვინაიდან გულმკერდის კარკასი მეტად შეკრულია, მალთაშუა დისკოს დაზიანება იშვიათად ხდება ხოლმე. წელის სეგმენტში ასევე კისრის მსგავსად ხშირია ხოლმე და პირველ ადგილზე თქავს წელის ტკივილის გამომმართვიანობა. მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ კისრის სეგმენტში ზურგის ტვინია ლოკალიზებული. წელის სეგმენტში ფესვები. შესაბამისად, ტკივილის გარდა იმისა, რომ სეგმენტური განსხვავება, ტკივილის ტიპი და გართულებებიც განსხვავებულია. ანუ ნომერ პირველი ჩივილი, ნომერ პირველი სიმპტომი მაინც ტკივილი. აი თუ განვასხვავებთ მაგალითად ტკივილს, თუნდაც კისრის მიდამოში, განსხვავებით წელის მიდამოსგან არის თუ რაღაც ესეთი განსხვავებელი რომ დიდი განსხვავება, საწყის სიმპტომატიკა არის რომ რა თანდევის სიმპტომი შეიძლება ხდეს, რომელიც კლასიკურ ვარიანტს გეტყვით, კლასიკური ვარიანტი არის, როდესაც პაციენტს ეწება ტკივილი კისრის არეში, აქვს კისრის დაჭიმულობა, კისრის კუნთების დაჭიმულობა, რომელიც სწავლდება თავის მოძრაობის დროს და ეს ტკივილი არის გადაცემითი, ანუ irradiatsიული ხასიათის. იმის მიხედვით თუ სად არის ლოკალიზებული რომელ სეგმენტში მალთაშუა დისკოს პათოლოგია, ის აწვება შესაბამის მხარეობის მიხედვით შესაბამის ნერვს და ის იწვევს გადაცემით ტკივილს. უმეტეს შემთხვევაში ეს არის უკვე ზედაკიდური. იწყება კისრის ზედა სეგმენტებიდან, გადადის მხრის სარტყელში და შეიძლება ხელის თითებშიც ჩამოვიდეს, რამაც გამოიწვევს არა მხოლოდ ხოლო ტკივილი, არამედ რეფლექსების გამოვარდნა, ძალის დაქვეითება და კუნთების ატროფია და ინვალიდებამდეც კი მოგიყვანოს. წელის სეგმენტში ინვალიდობა ნაკლებად გამოხატულია, შეიძლება უფრო დიდხანს პროგრესირებდეს ეს დაავადება, მაგრამ ის ზურგის ტვინი ამ სეგმენტში რახან უკვე წელის მეორე მალის დონეზე უკვე ზურგის ტვინი მთავრდება, ძირითადად ფესობრივი სიმპტომატიკით ვლინდება. ეს ფესობრივი სიმპტომატიკა არის ამ შემთხვევაში წელის ტკივილი ირადირდება ქვედა კიდურში და ანალოგიურად იწვევს რეფლექსების გამოვარდნას, დაბუჟებას და კუნთების ატროფიას. ანუ გარკვეულწილად ექიმებს ტკივილის ხასიათი გეხმარებათ ლოკალიზაციის და სიმძიმის დადგენაში. ტკივილის ხასიათი, სიარულის მანერა, დგომა, ეს ყველაფერი საერთო ჯამში შეიძლება შეაფასო რადიოლოგიური კვლევების გარეშეც და მიხვიდე იქამდე რომ პაციენტს შეიძლება შემოვიდეს და თქვენ შეაფასოთ შემოვიდეს და პირდაპირად კარებიდან ვთხოვთ რამდენიმე ნაბეჯის გადმოდგმას და უკვე სიარულის სტილით და მანერით უკვე ხვდებით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ქვედა კიდურის ტკივილი შეიძლება იყოს კოქსართროზის ბრალიც, ართროზული დაავადებები, როგორიცაა მაგალითად ყველაზე շատ მუხლის დეგენერაციული დაავადება და სიარულის დროს პაციენტს ეგრევე ეტყობა რას ზოგავს, რომელ ნაწილს ზოგავს და ნევრალგიური სიმპტომატიკა აბსოლუტურად განსხვავებულია და ამას გამოცდილება ჭირდება. თუ რა თქმა უნდა არსებობს სადიფერენციაციო ელემენტები, მაშინ მაღალ ტექნოლოგიურ კვლევებს ვთავთ ამ შემთხვევაში ჩვენ როგორც არის მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფია. აი ჩვენ ვსაუბრობთ ახლა სიმპტომებზე. შეიძლება თუ არა სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს ეს ყველაფერი და შემდეგში ცოტა უფრო რთული ფორმით გამოვლინდეს. ეს ძალიან კაი შეკითხვაა იმ კუთხით, რომ სამწუხაროდ იქ სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტი მდებარეობს კისერი და ზურგის ტვინი, ამ შემთხვევაში პაციენტი შეიძლება მხოლოდ ერთხელ შეახსენოს კისრის ტკივილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ კისრის ტკივილი ახლა ვის არ ქონია, არ მიუქცევია ყურადღება, ერთი გამაყუჩებელი დალია, ორი გამაყუჩებელი დალია, კისრის ტკივილი გადავიდა, არ მოგვცა რადიკულოპათიური სიმპტომატიკა და ჩვენ ეს დაგვავიწყდა. ამ შემთხვევაში თუ ჩვენ ამას დავტოვებთ გამოკვლევის გარეშე, აღმოჩნდება, რომ დაგვიანებით უკვე, როდესაც პაციენტს გამოვლინდება შორს წასული სიმპტომატიკა, ისეთი როგორიც არის მიელოპათიით გამოწვეული სიმპტომატიკა, ძალის დაქვეითება ქვედა კიდურებში, ზედა კიდურებში, უკვე კუნთების ატროფია და ნეიროვიზუალიზაციით გამოვლინდება
მიელოპათიური, კომპრესიული მიელოპათიური სურათი, აი ესეთი პაციენტები უკვე დინამიკაში ჩივილებს არ წარმოადგენდნენ. წლების განმავლობაში მათ თიაქარი ექნებათ, კომპრესია ექნებათ, მაგრამ ეს ნელა პროგრესირებს, არ აქვს წვავე ხასიათი, პრაქტიკულად უსიმპტომოა შეიძლება ითქვას, რასაც ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ ძალიან ვერაგი საბოლოო შედეგები აქვს ხოლმე. აი საბოლოო შედეგებზე რომ ვისაუბროთ, რა გართულებები შეიძლება განვითარდეს, როდესაც ხერხემლის პათოლოგიებზე გვაქვს საუბარი და რომელი პათოლოგიის შემთხვევაში რა ძირითადი გართულებებია? მაგალითად, კისრის წელის ყველაზე ხშირი გავრცელებული შემთხვევაში მალთაშუა დისკოს თიაქრის გარდა არსებობს ოსტეოხონდროზის ისეთი დეგენერაციის ხარისხი, როდესაც ხდება კრიტიკული სტენოზი. კრიტიკული სტენოზი უჭერს ნერვებს, ასე ვთქვათ, ფესვებს, რომელიც ფუნქციონირებას აძლევს პერიფერიულ სეგმენტებში კიდურების კუნთების განვითარებას. როდესაც ხდება კუნთების ატროფია, საერთო ჯამში მივდივართ ინვალიდობამდე პაციენტი ვერ გადაადგილდება. ამას შეიძლება გამოიწვიოს ასევე მენჯიზოვის ორგანოების ფუნქციის მოშლა, რაც საბოლოოდ ხმა ინვალიდობამდე და სავარძელში ჩაჯდომამდეც კი მიგვიყვანოს. მაგრამ კლინიკურად წელის სეგმენტის სიმპტომატიკა ხშირად გამოვლინდება ხოლმე ტკივილით და კლასიკური სიმპტომატიკით, მაგრამ კისრის სეგმენტში არსებული მალთაშუა დისკოს თიაქარი ამ შემთხვევაში ხშირად სწორედ ვერაგად მიდის, ფარულად მიდის და ჩვენ როგორ უნდა ამოვიცნოთ? უნდა ამოვიცნოთ თავიდან, როგორც კი პაციენტს კისრის ტკივილი ექნება და ირადიაციული აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რომ მოხდეს ზუსტად დიფერენცირება, ეს არის ფასეტური ტკივილი, ეს არის მიალგიური ტკივილი, ნევრალგიური ტკივილი, თუ უკვე კონკრეტულად დისკოგენური გენეზით არის გამოწვეული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. პატარა თიაქარბაც კი კისრის სეგმენტში შეიძლება საბოლოო ჯამში ინვალიდობა გამოიწვიოს თუ დროულად არ ჩავერიგეთ. აი ძალიან საინტერესო, მოდი გავშალოთ ეს თემა თიაქართან დაკავშირებით. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პათოლოგიები ხერხემალს, როცა საქმე ეხება ხერხემლის დაავადებებს, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ასოციაცია ამ შემთხვევაში არის საუბარი ბრუნვიდან თიაქარზე. ანუ როგორ იწყება პროცესი, რა შემთხვევაში არის შესაძლებელი თუნდაც მედიკამენტოზური ჩარევა, რა დროს არის აუცილებელი ქირურგიული ჩარევა და ზოგადად რა უნდა ვიცოდეთ ხერხემლის თიაქებზე, ყველაზე ხშირად რომელ სეგმენტში ვითარდება? წელის სეგმენტი არის პირველ ადგილზე, წელის ტკივილი არის პირველ ადგილზე. L4, L5 და L5 ეს ერთ სეგმენტში ვითარდება ყველაზე ხშირად, თუმცა არის მაღალი თიაქრებიც ხოლმე. როდესაც პაციენტს ეს სიმპტომატიკა ეწყება და ის მოგმართავს ჩვენ, ძირითადად ისინი უკვე ნეიროქირურგებს როცა მოგმართავს, ისინი უკვე ნევროლოგთან დამკურნალები არიან. ნუ ყველა არა, მაგრამ ნაწილი დამკურნალები და შესაბამისად არასტეროიდები და ფიზიოთერაპიის ეტაპი გავლილი აქვს მათ. რაც აუცილებელია, რაც სწორი ნაბიჯია. ხო, როდესაც არის უშედეგო, მე შემთხვევაში რიგ შემთხვევებში ისინი უკვე გამოკლებით არის მოდიან ჩვენთან, ან რა ნაწილს რა თქმა უნდა ჩვენ ვაგზავნით ხოლმე ნეიროვიზუალიზაციისთვის. იქ გამოვლინდება, თქვათ, მალთაშუა დისკოს კლასიკური ვარიანტი L4, L5 მალთაშუა დისკოს თიაქარი. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არ შეიძლება საზოგადოებაში არის ძალიან ისეთი ჭრელი დამოკიდებულება ამისადმი, რომ თქვათ, ხონდა მალთაშუა დისკოს თიაქარი, მე თქვათ, წავიდა სადღაც სახელდაგვარს არასახელებენ, ჩაუსვეს ეს მალები და დაბრუნდა. კი ბატონო, არსებობს ეს ფიზიოთერაპიული, თქვათ, ოსტეოპათები არიან, რომელიც ამაზე მუშაობენ და აკეთებენ, მაგრამ ნეიროვიზუალიზაციის გარეშე, როდესაც არის დონე, როდესაც არის ზომა, სეგმენტი, ტკივილის ხასიათი, ნევროლოგია, ამ შემთხვევაში ზეპირად არ გაქვს შეფასებული რადიოლოგიური კვლევა, ზეპირად ოსტეოპათიური манипуляციების ჩატარება, ფიზიოთერაპიული манипуляციების ჩატარება დაუშვებელია, იმიტომ რომ შეიძლება ამ манипуляციამ მოქცეს არსებული თიაქრის მიგრაცია, უფრო სერიოზული ზეწოლა და მერე გადაუდებელი ოპერაციის ჩატარების საჭიროება შეიძლება დადგეს. აი სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკა. მოდი დავიწყოთ ახლა საუბარი იმაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც გეხმარებათ თქვენ მდგომარეობის შეფასებაში და მკურნალობის ზუსტი სტრატეგიის დაგეგმვაში, მათ შორის მეთოდის შერჩევაშიც. თორე შეიძლება დიაგნოსტიკით აღმოჩნდეს, რომ რაღაც პაციენტს არ ჭირდება ოპერაციული ჩარევა და საკმარისია გარკვეულწილად ფიზიოთერაპიული პროცედურებიც. ანუ დღეს რა მეთოდები გამოიყენება ხერხემლის დაავადების დიაგნოსტიკისთვის და რომელია მათ შორის ყველაზე ეფექტური? კლინიკური სურათით შევაფასეთ, შევთანხმდით, რომ შეფასებულია პაციენტი, მაგრამ ჭირდება დამატებითი კვლევები. ყველაზე იაფი და ნომერ პირველი ადგილი ეს არის რენტგენოლოგიური კვლევა, მაგრამ რენტგენოლოგიური კვლევა იძლევა მხოლოდ ხერხემლის ძვლოვანი სტრუქტურის ანატომიის გამოსახულებას, ხო, მოგეხსენებათ. მაგრამ მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როდესაც ფუნქციური დატვირთვით ვაკეთებთ, მაგალითად თუ არის მაგალითად ხერხემლის ლისტეზები, ან დორსალური ან ვენტრალური ლისტეზები, ამ შემთხვევაში ფუნქციური დატვირთვა ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად არასტაბილურია ხერხემალი.
ტრავმული დაზიანების დროს პირველი რიგის კვლევად ასევე შეიძლება ჩავატაროთ, რა თქმა უნდა, ხერხემლის რენტგენოლოგიური კვლევა, მაგრამ კიდევ უფრო ნატიფი გამოსახულებისთვის ოსტეოპოროზის დასადგენად, რა თქმა უნდა, საჭირო ხდება უკვე კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგრამ გვახსოვდეს, რომ მაინც ოქროს სტანდარტი ხერხემლის შეფასების დროს ტკივილის სინდრომის შემთხვევაში არის მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფია. მაგრამ ეს თანხლები ზუსტად გვაჩვენებს რომელიც ძალიან ზუსტად გვაჩვენებს არა მარტო რა თქმა უნდა ზლოვან სტრუქტურაში ჩამორჩება ერთადერთი მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფია, მაგრამ ჩვენ ნევრულ სტრუქტურებს ვეძებთ ამ შემთხვევაში და საკმაოდ საკმარისია მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფიის დროს ყველა ანატომიური სტრუქტურის შეფასება. ეს იქნება მყესი, იოგი, კუნთი, მალთაშუა დისკო, ფესვი თუ ასე შემდეგ. ელექტრონეირომიოგრაფია კიდე დამატებითი კვლევა, როდესაც არ არის მკვეთრად გამოხატული დისკოზი, არ არის მკვეთრად გამოხატული სტენოზი, კომპრესია, სხვა დეგენერაციული ცვლილებები, მაგრამ ეჭვი გვაქვს, რომ იქ არის რა ნერვის დაზიანება, ამ შემთხვევაში ეს დამხმარე მეთოდია და ელექტრონეირომიოგრაფია აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ანუ რენტგენი, კომპიუტერი, მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფია პირველ ადგილზე და ელექტრონეირომიოგრაფია ეს არის ის კომპლექსური კვლევა, რაც ხერხემალს ჭირდება ხოლმე. და მნიშვნელოვანი საკითხი ძალიან ბოლო დროს აი თქვა უმეტესწილად ქალბატონები, რომელიც 60 წელს გარაცილებულები არიან, მიდრეკილები არიან ოსტეოპოროზისკენ მოგეხსენებათ. ოსტეოპოროზი არის დაავადება, რომელიც ზოგადად იწვევს ტკივილის სინდრომს, კალციუმის და ვიტამინის სულის მოშლა ამ დროს მოგეხსენებათ და შესაბამისად მალების გამოფიტვა, კალციუმისგან დაცლა საერთო ჯამში მის არასრულფასოვნების გამო კონტური კარკასის ფხესების იოგების ქრონიკულ დაჭიმვას და დაძაბულობას იწვევს და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. შეიძლება არ იყოს დისკოგენური რადიკულოპათია, შეიძლება არ იყოს, მაგრამ ქრონიკული მიზეზის ტკივილის ქრონიკული მიზეზის დასადგენად აუცილებელი არის დენსიტომეტრია და ოსტეოპოროზის გამორიცხვა. აი სწორედ ეს გვეხმარება, რომ ზუსტად განსაზღვროთ ამ შემთხვევაში რა არის აუცილებელი კი ბატონო. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ მკურნალობაზე. ვიცით რომ ამ შემთხვევაში როგორც დიაგნოსტიკური მეთოდების ჩამონათვალია ეს მრავალფეროვანი და წლიდან წლამდე იზრდება ამ მეთოდების სიზუსტე, მინიინვაზიურობა და მოკლედ ტექნოლოგიური განვითარება ყველა მედიცინის ყველა მიმართულებაზე აისახება. ასევე საინტერესოა როგორც შეიცვალა ბოლო წლებში თუნდაც მკურნალობა ამ თვალსაზრისით. რა სიახლეებია მედიკამენტოზური მკურნალობისთვის, ქირურგიული მკურნალობის თვალსაზრისით და დღეს როგორ მკურნალობენ სპეციალისტები ხერხემლის დაავადებებს. ხერხემლის დაავადებების მკურნალობა, როგორც სხვა დაავადებების მკურნალობა, იყოფა ორ ნაწილად: კონსერვატიული და ქირურგიული. კონსერვატიული მეთოდები პირველ რიგში აუცილებლად უნდა მოვსინჯოთ, მაგრამ უნდა დაგვაუწყდეს თუ პაციენტს აქვს ეგრევე ჩვენება ქირურგიული ჩარევის, კონსერვატიული მკურნალობაზე დროის და ფულის დახარჯვა არის არასწორი. ამიტომ თუ არის ჩვენება ქირურგიული ჩარევის, ქირურგიული ჩარევას ვანიჭებთ უპირატესობას, რა თქმა უნდა. თუ ჩვენება არის, მაგრამ თუ პაციენტს აქვს ქრონიკული ტკივილი და ეს ტკივილი არის გამოწვეული დისკოგენური რადიკულოპათიით მაგალითად, მაგრამ დისკო არ არის საოპერაციო და არ აქვს ჩვენება, ამ შემთხვევაში ჩვენ მიმართავთ კონსერვატიულ მკურნალობას, რომელსაც ძალიან წარმატებით უმკლავდებიან ნევროლოგები. ნევროლოგები ჩართავენ ხოლმე, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ფიზიოთერაპიის დიდ სპექტრს, სამკურნალო ფიზკულტურას, ვარჯიშს, სპეციალური აუზებში ვარჯიშს და გამოჩანსაღებელ თერაპიას. ეს არის საკმაოდ დიდი სპექტრი, რომელიც ფიზიოთერაპიის კაბინეტში ტარდება. და საკმაოდ კაი შედეგი აქვს 83%-მდე დაახლოებით ასეთი პაციენტები იკურნებიან სწორი ფიზიკური აქტივობით და ფიზიოთერაპიული პროცედურებით. ეს საკმაოდ მაღალი ციფრია. ის კატეგორია, რომელსაც უკვე თქვა, ოღონდ ამას აფასებს დიაგნოსტიკური მეთოდები და არა რაც მეგობრის, მეზობლის, ვიღაცის რჩევა, მეზობლის და მეგობრის რჩევა ჩვენ ვერ გავექცევით საქართველოში მოგეხსენებათ, ამას ვერ ავწდებით, ამიტომ ჩვენ უნდა გავამყაროთ ეს რჩევები, ან კონტრარგუმენტად უნდა წარუდგინოთ, რომ ეს რჩევა კი კარგი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს თქვენს პათოლოგიას და ამას ჭირდება კონკრეტული სწორი მიმართულება. თუ ალტერნატიული მეთოდია ამ შემთხვევაში ქირურგიისგან, ალტერნატიული მეთოდი ეს არის კონსერვატიული თერაპიის თელი სპექტრი, არასტეროიდები, ნეიროპათიული წამლები, ფიზიოთერაპიის კომპლექსური თელი მეთოდები უშედეგოა. ამ შემთხვევაში მაგალითად კლასიკური ვარიანტი არის 4-6 კვირა მკურნალობის უშედეგობის შემთხვევაში, თუ ვიცით რომ დამნაშავე არის მალთაშუა დისკოს თიაქაი, რომელიც ნერვზე ზეწოლას იწვევს, მაგალითისთვის ამ შემთხვევაში არის აბსოლუტური ჩვენება მისი ქირურგიული მკურნალობის. ქირურგიული მკურნალობის კიდე საკმაოდ უკვე ბოლო დროს მინიინვაზიური მეთოდებიდან საკმაოდ ბევრი მეთოდი არსებობს.
ანუ რა შეიცვალა? კი ბატონო, ამ მიმართულებით შეიცვალა ძალიან ბევრი რამ, იმიტომ რომ კლასიკურ პაციენტის გატარებული დრო თუნდაც საოპერაციო მაგიდაზე, რეაბილიტაციის პერიოდი. ჩამონათვალი თუნდაც ის, რომ მანამდე იყო ღია დისკექტომია და პაციენტები თვეობით იწვნენ თქვა სტაციონარში. ეხლა შეიცვალა მიკროდისკექტომიით. მიკროდისკექტომიით არ დაკმაყოფილდნენ და მიკროდისკექტომია კიდევ უფრო ინვაზიური გახდა, მინიინვაზიური გახდა და პარალელურად გაჩნდა ენდოსკოპიური ქირურგია, მაგრამ ენდოსკოპიური ქირურგიას პატარა შეზღუდვები აქვს იმ მხრივ, რა პლუსებიც აქვს შესაბამისად, მინუსი ის არის, რომ უბრალოდ რა დიდი ზომის სეკვესტრირებული თიაქრების ამოღება მაგალითად პატარა განაკვეთით შეუძლებელია, თუმცა მიკროდისკექტომიაც პატარა 2-3 სანტიმეტრია განაკვეთი. რეაბილიტაციაც ამ შემთხვევაში უფრო ადვილია. ასევე მინიინვაზიური ქირურგიისკენ მიდის არა მარტო დისკოგენური თერაპია, ქირურგია, არამედ მთელი სეგმენტის ხერხემლის სეგმენტის მათ შორის ონკოლოგიის მინიინვაზიური კურნალობა და ამას ემატება ის, რომ ჩვენ უკვე ვიყენებთ ნავიგაციას, ნავიგაცია მიზანი მართულად უკვე მარტო დისკის ამოღება მაგალითად შეიძლება არ იყოს საკმარისი თუ პაციენტს ორ დონეზე აქვს თქვა პათოლოგია ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს მეტალოკონსტრუქციის იმპლანტაცია მეტალოკონსტრუქციის იმპლანტაციას გამოსტილება და სიზუსტე ჭირდება და შესაბამისი აპარატურა ჭირდება აპარატურისთვის რა თქმა უნდა არის რენტგენოსკოპიური ინტეგრირებული საოპერაციო აპარატურა და დამატებით უკვე ნეირონავიგაცია და ნეირონავიგაცია როგორც დროს ამცირებს, ასევე განაკვეთის განაკვეთი უფრო პატარა ხდება და აბსოლუტურად ზუსტია მეტალოკონსტრუქციის იმპლანტაცია ხერხემალში, პაციენტები მალე გადიან რეაბილიტაციას და შედეგი ბევრად უფრო უკეთესია. ანუ ის მეთოდები, რაც თითქოს ერთი შეხედვით ახლა რაც გვესმის, რომ იყო ხელმისაწვდომი მხოლოდ რაღაც საზღვრებს გარეთ, დღეს უკვე ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომია. ძალიან ბევრი მეთოდი უკვე ინტერნაციონალური გახდა, პრაქტიკულად მეთოდის დანერგვიდან ძალიან მალე ხდება სოფლიოს წამყვან ქვეყნებში ამ მეთოდების ინტეგრაცია, შესაბამისად სპეციალისტების გადამზადება და ბუნებრივია კვალიფიკაციას მოითხოვს ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითქოს ხერხემალზე ოპერაცია, რომელიც ადრე ჟღერდა ძალიან რთულად და ჯერ კიდევ მითების დონეზე ცირკულირებს საზოგადოებაში. კიდევ არის რაღაც ეს სტიგმა დარჩენილი ამას. დღეს უკვე ძალიან მარტივად განსახორციელებ გახდა. მთავარი არის სურვილი იმის, რომ რეალურად პაციენტმა დროულად ჩაიტაროს დიაგნოსტიკა, მიაქციოს ყურადღება სიმპტომებს და ქონდეს დაგვიანებით შემთხვევაში უკვე ოპერაციის შედეგი შეიძლება აღარ ქონდეს. ეხლა მინდა კითხოთ ძალიან მნიშვნელოვანი მანამდე ახსენეთ, რომ გასაგებია ოპერაციული ჩარევა, მაგრამ შესაძლებელია რაღაც გარკვეული მეთოდებით, იგივე ფიზიოთერაპიით, ფიზიკური ვარჯიშებით და ასე შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესება. ანუ რა როლი აქვს ამ ყველაფერს? შეიძლება თუ არა გარკვეული ტიპის ხერხემლის პათოლოგიების პრევენცია, არა მკურნალობა და შედეგების გაუმჯობესება, თუნდაც ფიზიკური დატვირთვებით, თუნდაც რაღაცა აქტიური ცხოვრების წესით და ასე შემდეგ, ცურვა ან სპორტის რომელიმე სახეობის სავსებით შესაძლებელია ჩვენ დღევანდელ დღეს სპორტული აქტივობა და თქვა დარბაზში სიარული, იოგა და კუნთების განვითარების სხვადასხვა მეთოდები ცურვა მიგვაჩნია რაღაც ფუფუნების მიმართულებად რეალურად ეს არის აუცილებლად თუ გვინდა ვიყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით და დავკავეთ აუცილებლად. ამ შემთხვევაში ხერხემლის კისრის და წელის მობილური სეგმენტები მიდრეკილია რაღაც თქვა პათოლოგიური ჩვევებისკენ. თქვა დღევანდელ დღეს პლანშეტების და გაჯეტების ეპოქაში ბუნებრივია ადამიანს ყოველთვის აქვს ხოლმე 2-3 საათი თავი დახრილი, ეს უკვე არაფიზიოლოგიური პოზაა, იმიტომ რომ ცერვიკალური კისრის სეგმენტის ლორდოზი დროთა განმავლობაში ძალიან ბევრი პაციენტი მოდის უკვე პათოლოგიური კიფოზებით. ახალგაზრდები მოდიან პათოლოგიური კიფოზებით. გვიკვირს, იმიტომ რომ პათოლოგიური კიფოზი აი რაღაც არასწორი ჯდომის, არასწორი პოზის, ხანგრძლივად, არასწორად თქვა ამ გაჯეტების გამოყენების კვლევებშიც არის ნაჩვენები, რომ 88% ზრდის 6 საათზე მეტ ხანს არასწორად გამოყენებული ტელეფონი ან ნებისმიერ თქვა არასწორად თქვა გამოყენება ან თუნდაც შეიძლება არ იყოს ტელეფონი, მაგრამ ფიზიკურად იჯდე ერთ პოზაში 6 საათზე მეტ ხანს, ეს უკვე არ არის კუნთური აქტივობა, ეს არის მთელი საყრდენ მომძრავებელი სისტემის სტრესი, რამაც შეიძლება დეგენერაციული ცვლილებები დააჩქაროს საბოლოო ჯამში. ამის საპირწონეა სწორედ ის, რაც თქვით. და 6 საათი არც ისე თითქოს გამოიყურება რაღაც ჟღერს ძალიან საგან გაშვით, მაგრამ თუ ჩავხედავთ ეკრანთან გატარებულ დროს, რეალურად ეს დრო არაფერი არ არის და ამაზე გატარებენ ადამიანები. კი, ატარებენ უამრავი პროფესიები არსებობს, რომლებიც თქვა გაჯეტების მიღმაც ასე ამაზე მუშაობენ. თქვა ეს არ არის ფიზიკური აქტივობა, ეს არის სტრესული პოზა, რომელსაც ორგანიზმი საბოლოო ჯამში პასუხებს ან დისკოზით ან რაიმე სხვა დეგენერაციული დაავადებით. ამიტომ რასაც ახსენებთ, სწორი ცხოვრების წესი იქნება ვარჯიში, სიარული, რა თქმა უნდა, კვლევები ბოლო დროს კვლევები აჩვენებს, რომ თქვა 2 საათი მაინც დღის განმავლობაში 23%-ით ამცირებს ხერხემლის დეგენერაციული დაავადების პროგრესირებას.
ეს ახალი კვლევები, ანუ საერთო ჯამში ეს ყველასთვის გასაგონი უნდა იყოს, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი ზედმეტი ფიზიკური აქტივობის გარეშე, არამედ ნორმალური ფიზიკური აქტივობით, ცურვა, ნებისმიერი სხვა აქტივობა, რომელიც თქვათ მას უნდა სპორტული მინიმალური აქტივობა, მაგრამ იქაც მეთოდისტის გამოყენებით და არა თქვათ თვითნებურად, საერთო ჯამში ამცირებს ხოლესტეროლ და კურნავს კიდეს თუ კი ეს სწორად არის წარმართული. მით უმეტეს ამინდების ხალხს გვიწყოს იმისთვის, რომ აუცილებლად ჰაერზე ვიმოძრავოთ, იმიტომ რომ არა მარტო ხერხემლის დაავადებები, ძალიან ბევრი კვლევები თუ ადამიანი დაინტერესებულია დღეს თანამედროვე სოციალური ქსელები ისე არის მორგებული რაღაც გარკვეული ინტერესების მიხედვით ადვილად ახდენს სეგმენტების ზემას თუ დაინტერესებს პირობითად სპორტი, სპორტული სიახლეები ხდება, თუ გაინტერესებს ბიზნესი, ბიზნეს სიახლეები ხდება, მედიცინა გაინტერესებს, სამედიცინო სიახლეები ხდება. შესაბამისად, თუ ადამიანი დაინტერესებული სამედიცინო სიახლეებით, ხშირად ხდება ეს ახალი ამბები, რომ არა მარტო ხერხემლის დაავადების, არამედ ძალიან ბევრი თითქოს არაკავშირში მყოფი დაავადების, ინსულტის, ბიოკარდიუმის ინფარქტის, ძალიან ბევრი ონკოლოგიური დაავადებების რისკს ამცირებს ელემენტარულად დღის განმავლობაში არათუ 2 საათი. ბოლო რანდომიზებული კვლევებით დადასტურებულია 9 საათიდან 1 საათამდე შუალედში მოძრაობას კი ფიზიკური გადაადგილება საკმარისია იმისთვის, რომ ძალიან ბევრი დაავადების რისკი მინიმუმ 20-დან 30%-მდე შემცირდეს და ამ შემთხვევაში ბუნებრივია არა მარტო ხერხემაზე, არამედ ზოგადად ჯანმრთელობაზეა საუბარი. დიდი მადლობა ლადო საინტერესო რეკომენდაციებისთვის, რჩევებისთვის, იმედია მაყურებელი გაითვალისწინებს. დაგებშდები წარმატებების გისურვებ, მაყურებელს კი შევახსენებ იმპულსის კითხვებს ნეიროქირურგი ლადო ბაზიაშვილი პასუხობდა. ამით კი ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლდა მომავალ შეხვედრამდე.